გამარჯობა, მებრძოლთა და სისხლის მსმელი ფანების არმიაო. Tenemos buenas y malas noticias. ჩვეულებრივ ცუდი ამბებით ვიწყებ ხოლმე, რომ ბოლოს თკბილი გემოდაგრჩეთ, მაგრამ დღეს იმდენი ნაგავია სალაპარაკო, რომ არ ვიცი საიდან დავიწყო. მოკლედ, ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას ჩხუბი ჩაიშალა. Ho, დაიკიდეთ, დაივიწყეთ. ისლამა უკვე მკაფიოდ თქვა, რომ თავისი მეტოქე ჰყავს და ილია მასში საერთოდ არ შედის. UFC-მ თოფურიას უკვე შესთავაზა სხვა ვარიანტი და ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ კოლმენერო მართალი იყო. ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ თეთრ სახლში. ახლა მისმინეთ თქვენ, ვინც ყოველ შაბათს ტელევიზორთან ზიხართ და გონიათ, რომ რამე გესმით. ეს სპორტი ბიზნესია და არა თქვენი ეზოს ჩხუბი. UFC-ს არ აწყობს ორი მედიური ჩემპიონის ერთმანეთთან დაჯახება ახლა. რატომ? იმიტომ, რომ ერთ-ერთი აუცილებლად დაკარგავს მთელ თავის ჰაიპს. თუ ილია მოუგებს ისლამს, ის გახდება კონორ მაკგრეგორზე დიდი ვარსკვლავი, მაგრამ ისლამი ნულზე დავა და პირიქით. და საერთოდ ეს კაზუალი ფანები, რომლებიც მხოლოდ დიდ სახელებზე მოდიან, ისეთივე ტოქსიკურები არიან, როგორც ჩემი ყოფილი. ისინი მხოლოდ მაშინ უყურებენ, როცა ილია ან კონორი ჩხუბობს. დანარჩენ დროს კი ალბათ ჭადრაკს უყურებენ ან რამე მსგავს სისულელეს. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ილია თუ გახდა 3 წონის ჩემპიონი, ის საერთოდ წავა კრივიდან და UFC-ს დაემშვიდობება. დანა ვაიტს კი ეს არ უნდა, მას უნდა, რომ ეს ორივე წველიდეს მანამ სანამ სული არ ამოუვათ. რაც შეეხება ისლამს, მისი მეტოქე როგორც ჩანს იან გარი იქნება. წარმოგიდგენიათ? იან გარიმ თქვა, საჩემპიონო ბრძოლას თუ მომცემენ, საქართველოში წავალ სავარჯიშოდო. და აი, ტიპმა უკვე დაპოსტა ფოტოები საქართველოდან. ალბათ ხინკალს ჭამს და გონია, რომ ეს ისლამის წინააღმდეგ უშველის. ბიჭო, ხინკალი კარგია, მაგრამ მახაჩევის ჭიდაობას ხინკლით ვერ გააჩერებ, ცოტა ტვინი გაანძრიეთ. ისლამი აშკარად არაა ბედნიერი. მას უნდოდა თეთრ სახლში ჩხუბი, მაგრამ UFC-მ უთხრა, არა ძმაო, შენ სხვაგანი ჩხუბებ. ილია თოფურია კი ახლა ისლამზე დიდი ვარსკვლავია ამერიკაში. ეს ჩვენთვის ქართველებისთვის ფანტასტიკური ამბავია, მაგრამ ისლამის ფანებისთვის ნამდვილი კოშმარი. მახაჩევი უკვე 35-36 წლისაა. ხაბიბმა ხომ თქვა, არის ასაკი, როცა უნდა წახვიდე, თორემ დრო თვითონ გაგაგდებსო. ხო და მგონია, რომ ისლამს ეს დრო უდგება. იან გარიმ თუ ბელალ მუხამედს მოუგო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისლამთან რამე შანსი აქვს. ბელალსა და ისლამს შორის სხვაობა ისეთივე დიდია, როგორც მწვადსა და მოხარშულ კომბასტოს შორის. მოკლედ, 2026 წელს თოფურია მახაჩევის ჩხუბს ნუელოდებით. UFC-მ ეს ორი ტყვია ერთდროულად არ გაისროლა, რადგან ვაზნების დეფიციტი აქვთ. ილია თეთრ სახლში ისტორიას დაწერს, ისლამ კი სადღაც სხვაგანი ჩხუბობს. თქვენ რას ფიქრობთ? იან გარის აქვს საერთოდ შანსი თუ უბრალოდ დასაკლელად მიყავიათ? დაწერეთ კომენტარებში, ოღონდ სისულელეებს ნუ დაწერთ, ისედაც თავი მტკივა ამდენი არაპროფესიონალიზმისგან. აბა მომავალ შეხვედრამდე. აბა მოემზადეთ მეორე ნაწილი მოდის. ისევ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, როგორ ცდილობენ ამერიკელი გრინგოები თავის გადარჩენას და რატომაა ილია თოფურია მათი ერთადერთი ხსნა. მისმინეთ კარგად, რადგან სიმართლე ყოველთვის მწარია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გონია, რომ ისლამ მახაჩევი დაუმარცხებელია. UFC-მ კარგად იცის, რასაც აკეთებს. თეთრი სახლის ტურნირი აშშ-ს 250 წლის იუბილეს ეძღვნება. ეს ხომ პატრიოტული შოუა, სადაც ამერიკული სული უნდა ტრიალებდეს. და ვინ ყავს იქ? ისლამი? არა, ჩემო კარგებო. ამერიკელებს არ სურთ თავიანთ დიდ დღესასწაულზე დაინახონ, როგორ აღრჩობს დაღესტნელი მათ ოქროს ბიჭებს. მათ ჭირდებათ შოუ, ჭირდებათ სისხლი და სჭირდებათ ვარსკვლავი, რომელიც დასავლურ კულტურასთან უფრო ახლოსაა. ილია თოფურია სწორედ ისაა, ვინც ამ ხვრელს ავსებს. ისლამი კი, ისლამი კარგია, მაგრამ მისი სახე თეთრი სახლის პოსტერზე ისე გამოიყურება, როგორც ვეგანური მენიუ მწვადების ფესტივალზე. უბრალოდ არ ჯდება კონტექსტში. UFC-ს ახლა ჩემპიონების დეფიციტი აქვს. თუ ისინი ილიას და ისლამს ერთად დააჯახებენ, ეს იქნება ორი უძვირთვასესი ვაზნის ერთდროულად გასროლა. და მერე რა? მერე ვინღა დაგვრჩება? ისევ ბელალ მუჰამედის საძილე ჩხუბებს უყუროთ? არა, გმადლობთ. მე მირჩევნია დავიძინო, ვიდრე ბელალის ჩხუბით ვიწვალო. და აი აქ შემოდის იან გარი. ბიჭი, რომელიც თავს ისე იქცევს, თითქოს კონორ მაკგრეგორის დაკარგული ტყუპის ძალი იყოს. ოღონდ უფრო ნაკლები ქარიზმით და მეტი სისულელით. ის რომ საქართველოში წავიდა სავარჯიშოდ სასაცილოა. გონია, რომ ქართული ჰაერი მას ისეთ ძალას მისცემს, რომ ისლამის გრაპლინგს გაუძლებს. ბიჭო, იან, შენ თუ გონია, რომ ხინკლის ჭამით მახაჩევის საბმიშენებს დაუსხლტები,
ძალიან ცდები. ეს იგივეა კალაშნიკოვის წინააღმდეგ წყლის თოფით გამოხვიდე. ისლამი უბრალოდ დაღეჭავს და გამოაფურთხებს. მაგრამ UFC-სთვის ეს მაინც კარგია. კიდევ ერთი ჰაიპი დაიწვება და ისლამი თავის სტატუსს შეინარჩუნებს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ილია თოფურია ახლა უფრო დიდ გავლენას ფლობს ვიდრე მახაჩევი. დიახ, ზუსტად ასეა. ილია არის ის, ვისზეც ყველა ლაპარაკობს, ვისი ტრეშ-თოქიც მუშაობს და ვისი მარჯვენაც ადამიანებს პარალელურ სამყაროში აგზავნის. ისლამი კი ამბობს, რომ უნდა კამარუ უსმანის რეკორდი მოხსნას. კამარუს რეკორდი? ბიჭო, ისლამ, შენ უკვე 36 წლის ხდები. შენი სხეული უკვე ჩეკენჯინს ანთებს და შენ რეკორდებზე ოცნებობ? ხაბიბი ჭკვიანი იყო, დროზე წავიდა, სანამ ვინმე სახეს არ აახევდა. ისლამი კი გონია, რომ მარადიულია. ამერიკელი ფანები, ეს კაზუალები, რომლებმაც მხოლოდ 2 ილეთი იციან, თეთრ სახლში ილიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბის დაელოდებიან. გეიჯი ხომ ნამდვილი ყასაბია. ის არ ჩხუბობს, ის უბრალოდ ანგრევს ყველაფერს. მაგრამ ილია სხვა დონია. ის მათემატიკური სიზუსტით გირტყამს იქ, სადაც ყველაზე მეტად გტკივა. და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ისლამი ამ დროს სახლში მშვიდად ცის და ჩაისვომს, ცდება. ისლამი დაბოღმილია, რადგან იცის, რომ მთავარი სცენა ილიას დარჩა. მოკლედ სიტუაცია ასეთია. ილია მიდის ოლიმპოზე, ისლამი კი ცდილობს, რომ ისტორიაში ადგილი როგორმე შეინარჩუნოს. და იანგარი უბრალოდ დეკორაცია ამ დიდ თამაშში. გინახიათ ოდესმე ადამიანი, რომელიც საკუთარ განაჩენს ასეთი სიხარულით ელოდება? აი ესაა იანგარი. მოდით ვნახოთ რა მოხდება, როცა ილია თეთრ სახლში ქართულ დროშას ააფრიალებს და მთელ მსოფლიოს დაანახებს, ვინ არის ნამდვილი მეფე. 2026 წელი ილიასი იქნება. ისლამს კი მოუწევს მოცდა. ან საერთოდ წასვლა. El mundo de las artes marciales mixtas está vibrando con una tensión que trasciende divisiones. Aunque los nombres de Islam Makhachev e Ilia Topuria dominan sus respectivos pesos, ligero y pluma, el cruce de declaraciones y la posibilidad de un enfrentamiento champion versus champion está más vivo que nunca. Islam Makhachev, el actual rey de las 155 libras y pupilo de Khabib Nurmagomedov, ha dejado claro que no le impresionan los intentos de otros peleadores por igualar su nivel de lucha en poco tiempo. Recientemente, Islam ha sido vocal sobre cómo la experiencia de toda una vida en el tapiz no se puede replicar con campamentos de entrenamiento de unos pocos meses. Para Makhachev, el dominio no es solo una cuestión de técnica, sino de herencia. Ha visto pasar a muchos especialistas y campeones que intentan traer expertos externos para descifrar el estilo de Dagestán, pero su respuesta sigue siendo la misma: no pierdan su tiempo. Islam se siente intocable y su confianza es un mensaje directo para cualquier retador que ose subir de categoría para intentar arrebatarle el trono. Por otro lado, tenemos a Ilia Topuria, el hombre que ha revolucionado el panorama español y mundial. El matador no es solo un golpeador letal, su base de lucha y grappling es de élite y su mentalidad inquebrantable lo ha llevado a lo más alto de la UFC en un tiempo récord. Topuria ha manifestado en repetidas ocasiones que su objetivo no es solo defender su cinturón de las 145 libras, sino buscar la grandeza absoluta convirtiéndose en doble campeón. El enfrentamiento contra Makhachev representa el desafío definitivo: la precisión y el poder de Ilia contra el control asfixiante y la fuerza de Islam. Para la audiencia española, esta no es solo una pelea más, es la oportunidad de ver a su máximo referente intentar conquistar el Everest de las MMA. Si este combate llega a materializarse, estaríamos ante uno de los eventos más grandes en la historia del deporte. Analicemos los puntos clave. El striking de Ilia, la velocidad de manos y el timing de Topuria podrían poner en serios problemas a Makhachev si este decide intercambiar de pie. La lucha de Islam, Makhachev ha demostrado que puede derribar a cualquiera. Su capacidad para agotar a sus oponentes en el suelo es, hasta ahora, un enigma sin solución en la división de peso ligero. El legado en juego. Para Makhachev, vencer a un fenómeno como Topuria solidificaría su lugar como el mejor libra por libra de la historia. Para Ilia, ganarle a Islam lo elevaría instantáneamente al estatus de leyenda viva del deporte español. La narrativa está servida. Por un lado, la disciplina férrea y el linaje de los montes de Dagestán,
Por el otro, la audacia, el talento y el hambre de gloria de un matador que no conoce el miedo.